გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის საქართველოს დამსახურებული ძნელის თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. დღეს 2025 წლის 2 სექტემბერია, მინდა წარმოვადგინო დღევანდელი გადაცემის სტუმრები. გადაცემის დებიუტანტიდან უფროსი კაცია და ამიტომ მისგან დავიწყებ. ვეტერანი ფეხბურთელი ბატონი დავით გულუა, საზოგადოება მას იცნობს როგორც პოლიციის და სასაზღვრო ჯარების გენერალ-მაიორს და როგორც სანაპირო დაცვის ვიცე-ადმირალს, მაგრამ ბევრმა არის ის, რომ ბატონი დავითი ახალგაზრდობაში იყო ფეხბურთელი, საკმაოდ კარგად თამაშობდა და დღემდე არის ჩართული ფეხბურთში და ამიტომ გადაცემაში დღეს მოვიწვიეთ როგორც ვეტერანი ფეხბურთელი, მაგრამ ზოგიერთ სხვა საკითხებსაც შევეხებით. დიდი მადლობა ბატონ დავით. და გადაცემის ხშირი სტუმარი, ასე შეიძლება ითქვას, ქართული ფეხბურთის და არა მარტო ქართული ფეხბურთის ნამდვილი ენციკლოპედია, ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი მამუკა კვარაცხელია. დიდი მადლობა მამუკა, რომ მობრძანდით. 25 წელი მამუკა იყო UEFA-ს მედია ოფიცერი და მიმდინარე წლის ზაფხულიდან არის უკვე ოფიციალურად UEFA-ს დელეგატი. საერთაშორისო დელეგატი, იცით რა სიშავს დელეგატი, ძველ დროს რომ ეძახდნენ მატჩის კომისარი. რომელიც რაპორტზე დამოკიდებულია ბევრი საკითხი, ჩაითვლება თუ არა მატჩი ნორმალურ ვითარებაში ჩატარდა, რა მოხდა, რა იყო და მთავარსარდალია მატჩის UEFA-ს მხრიდან. და კიდევ ერთხელ მიულოცო მამუკას, ეს დიდი მიღწევა არის თვითონ თავისი შრომით, თავისი ცოდნით და თავისი კავშირებით მოიპოვა ავტორიტეტი UEFA-ში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჯერ როგორც მედია ოფიცერმა, ახლა კი არის უკვე UEFA-ს დელეგატი. დიდი მადლობა მამუკა, რომ მოგზავნით. რასაკვირველია, თქვენ მივხვდით, რომ დღევანდელი გადაცემის მთავარი თემები იქნება ფეხბურთი, მთავარი თემა იქნება ფეხბურთი. მაგრამ სანამ გადავალთ ფეხბურთზე, ერთი-ორი სიტყვით მინდა თქვა კალათბურთზე, ევრობასკეტზე. იცით, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში ლიმასოლში პირველ მატჩში მოახდინა სენსაცია, დაამარცხა ესპანეთის ნაკრები. მერე წავაგეთ 2 მატჩი და დღეს 2 სექტემბერს თბილისის დროით 19 საათზე და 15 წუთზე ჩვენ ნაკრები შეხვდება კვიპროსის ნაკრებს და 4 სექტემბერს ბოსნიის ნაკრებს. ორივე მატჩი უნდა მოვიგოთ თუ გვინდა გასვლა. მაგრამ ამ თემაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. უბრალოდ მინდა გავამახვილო ყურადღება თქვენი ტელემაყურებლების და კოლეგების, ვინც არიცით, იმაზე, რომ ამ მატჩების წინ ესპანეთთან, იტალიასთან და დღესაც მატჩების წინ საზეიმო ცერემონიის დროს და შესვენების დროს პირველი ტაიმის შემდეგ ლიმასოლში დარბაზში გამოდის ნიქოზიაში, კვიპროსის დედაქალაქში 2007 წლიდან მოქმედი ქართული ანსამბლი იმედი, ქართულ სათვისტომოსთან მოქმედი ანსამბლი იმედი, რომლის ხელმძღვანელია თბილისელი ქალბატონი თამარ ქელაშვილი, ქორეოგრაფი, ის არის სამხატვრო ხელმძღვანელი იმ ანსამბლის. ქალბატონი თამარ ცხოვრობს კვიპროსში 2004 წლიდან და 2007 წლიდან არის ამ ანსამბლის, ქართული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი. მან ამ 18 წლის განმავლობაში ქართული სათვისტომოს ხარდაჭერით გაზარდა ასეულობით ქართველი და არა მარტო ქართველი, კვიპროსში ცხოვრობის სხვადასხვა ეროვნების ბავშვები, შეაყვარა მათ ქართული ცეკვა, საქართველო, ქართული ისტორია, ხედავთ კადრებს. აი მატჩების წინ იყო ეს ცერემონია. ერთ-ერთი კადრი სხვათა შორის გამომიგზავნა, ვიდეო კადრი გზის ქეძბაიასთან ერთად, თემურ ქეძბაიასთან იჯდა დავით მუჯირი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, რაღაცა ნაწილი მან გამომიგზავნა, იქ იჯდა პირდაპირ მათ წინ გამოვიდა ეს ანსამბლი
და დიდი ემოციებით დატვირთეს განსაკუთრებით ესპანეთთან ეს ანსამბლი თამრიკო იყო ახლა გელაშვილი დატვირთეს ჩვენი კალათბურთელები მატჩის წინ ადრე წარმოიდგინეთ და რამხელა დიდი და მორალური ფსიქოლოგიური ხარდაჭერა არის ამ ანსამბლში 14 თუ 15 ახალგაზრდა ნახევარი დაახლოებით არიან ქართველები ნახევარი კვიპროსელები სხვადასხვა ეროვნების და დიდი მადლობა ქალბატონ თამარ გელაშვილს რომ აი ესე სათვისტომოსთან ერთად სათვისტომოს ხარდაჭერით შეაყვარა ქართული ცეკვა საქართველოს ჩვენი კულტურა და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და იმედი გვაქვს რომ ჩვენი ნაკრები კვიპროსთან და ბოსნიასთან გაგვახარებს და გავალთ შემდეგ ეტაპზე რიგაში ომის გაიმართება რიგაში. ახლა კი ჩვენ დაუბრუნდებით ფეხბურთს. რასაკვირველია პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ თქვა იმაზე რომ მამუკა კვარაცხელი არის ჩვენი სტუმარი გადაცემის სტუმარი UEFA-ს მედია ოფიცერი 25 წლის განმავლობაში წარმატებული ჟურნალისტი 80-იანი წლების ბოლოდან ხო მამუკა რამდენი სტაჟი გაქვს ხო 37 თუ 40 დაახლოებით 27 ხო ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს 80-იანი წლების ბოლოდან სოხუმშიც არის ბევრჯერ ნამყოფი და ჩემპიონატში ვერ მოვედი სამწუხარო მიზეზის გამო ომის დროს ხო და მიმდინარე წლის ზაფხულიდან მამუკა კვარაცხელი არის UEFA-ს დელეგატი ევროპის საკლუბო ტურნირებზე და არა მარტო საკლუბო ტურნირებზე, არამედ მომავალში ალბათ შესარჩევი რაუნდის მატჩები და ასე შემდეგ. მამუკა მინდა გთხოვოთ ახლა პირველ რიგში ამ დაწინაურებაზე როგორ მოხდა თუ ბევრ საიდუმლოს არ თხოვთ, მაგრამ მე უკვე გადავალთ მოსალოდნელ მატჩებზე, მოსალოდნელ კი არა დაგეგმილ მატჩებზე 4 სექტემბერს ჩვენი ნაკრები შეხვდება თბილისში თურქეთის ეროვნულ ნაკრებს და 7 სექტემბერს ვეთამაშებით ბულგარეთს. ეს არის შესარჩევი ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველი და მეორე მატჩი. გადამწყვეტი მატჩებია ჩვენთვის. რა თქმა უნდა, პირველივე და გადამწყვეტი. რაც შეეხება ჩემს დანიშნას პრაქტიკულად 25 წელი ვიყავი UEFA-ს მედია ოფიცერი, რამდენჯერმე შევხედრივად ჩვენ UEFA-ს ეგეთი გამართულ ჩემპიონატებზე, მათ შორის ევროპის ჩემპიონატებზე, საფრანგეთშიც, სხვაგანაც ბევრჯერ გვინახია ერთმანეთი და რა თქმა უნდა, როდესაც გადის დრო ადამიანი რო იზრდები, ასაკიც გემატება, გამოცდილებაც გემატება, უფრო გინდა რომ უფრო რაღაცა მაღალ ეტაპზე გახვიდე. რა თქმა უნდა, სანაცნობოდ გემატება და რა თქმა უნდა, დიდი როლი აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც წარმატგინა დელეგატის სტატუსზე. რა თქმა უნდა, რადგან თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ იმ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ არ წარგადგინა, რა თქმა უნდა, არავინ არ მიგიღებს UEFA-ში, რადგან UEFA-მ მხოლოდ და მხოლოდ ცნობს საქართველოს ტერიტორიაზე მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე ბატონი დათოგვესწრება რომელიც ეს არის ის მე ჩუმად ავიღეთ შენი გვერდიდან მაგრამ ის ოფიციალური საბუთი პირველი ოფიციალური საბუთია რომელიც დაიბეჭდა და გამოაცხადეს კიდევაც სლოვენიაში სლოვენიაში პლუს გამოჩნდება შენი სურათი ცელიეს სტადიონზე სლოვენიაში ევროპის საკლუბო დიახ აი ეს ფოტოა კი ბატონო და ძალიან დიდი სიხარულია ოზა შენი გვარი წარმოიდგინე ამდენი ხალხი ისე ახლა შენი გვარი წარმოთქო ისწავლეს რომ ხვიჩამ დაგეხმარა ხვიჩამ ასწავლებ რომ ხვიჩამ ასწავლა თემ სოფლიოს ასწავლა ჩვენი გვარი და ღმერთმა ამრავლოს ჩვენი გვარი ღმერთმა ამრავლოს თქვენი გვარები და ღმერთმა ამრავლოს აფხაზეთში ჩვენი გვარები კიდევ ერთხელ რადგან სიტუა მოიტანა და ვიტყვი არ ვიცოდი ეს ამბავი ბატონი დათო გულუა ყოფილა სწორედ ბიჭვინთის მონასტერის მისი გვარი მონასტერის ესე იგი საყმო ესე იგი მრევლი და ესე იგი წარმოიდგინეთ დათოს წინაპრებს რამხელა ის აქ რა ქვია გაკეთებული რამხელა სიკეთე და რამხელა მადლი კარგია რომ ეს თქვი მაგრამ ჩემი გვარი გუდაუთიდან არის წარმოშობით გუდაუთა მე-14 საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიიდან ტომები რომ წამოვიდნენ აქეთ ადიღელების და ის სხვა პერიოდი იყო ახლა და აქეთ გაწიეს კი ბატონო და ის რა ქვია ძალიან მინდა რომ ეხლა ჩვენ გავწიოთ და ოდესღაც მე და შენ და ბატონი დათოს რა თქმა უნდა იმიტომ რომ თუ ღმერთმა ქნას და მოხდა ისე უფალმა გვაღირსა რომ ჩვენ აფხაზეთში შევედი რა თქმა უნდა იმ წამს იმ დღესვე პირველი რაც იქნება ფეხბურთს ვითამაშეთ აფხაზეთში დარწმუნებული ვარ და ბატონი დათო თავის ფუნქციებში ასრულებს ძალიან დიდი ფუნქციები ექნება და ავტორიტეტიც აქვს ძალიან დიდი სტადიონის დაცვა არის ყველაზე მთავარი UEFA-ს ეგიდით ყველაზე მთავარი არის
სტადიონების და უსაფრთხოების დაცვა, შენ ჟურნალისტი ხარ და როგორ შეიძლება შენ არ გახსნა შენი რუპორი და შენი ტრადიციული იმით და მე შევეცდები რომ შენი წული შევიტანო, რადგან პრაქტიკულად იცით რომ შენ იცი რომ აფხაზეთში ვარ გაზრდილი და ბარემ ერთ წუთს წავიღებ, რატო ვერ მოხვდი თენგოსთან, თენგოს სახლი დაიბომბა 93 წლის კი, დამპატიჟა მამამისმა საოცარმა ადამიანმა ბატონმა ბოჩიამ, რომელიც ლეგენდარული ადამიანი და წარმოიდგინეთ 64-ში ბატონი ბოჩია თენგოს მამა დასწრებია ტაშკენტში ჩემპიონატის საჩემპიონო თამაშს ოქროს ფინალს, სადაც ჩვენებმა დაანგრიეს მოსკოვის ტორპედო და ჩემპიონები გახდნენ და ისეთი კეთილი ადამიანი იყო ბატონი ბოჩია, სამწუხაროდ რომ ვერ გავიცანი, ვიღაც გაუცნია ტაშკენტში ერთი ადამიანი, რომელსაც უზბეკი გაუცნია და როდესაც მიწისძვრა იყო იმ უზბეკს, ახლა გაცნობილ უზბეკს 2 წლის მერე ფულს უგზავნიდა რომ ოჯახისთვის, აი წარმოიდგინეთ რა ადამიანთან მიდიოდი სტუმრად და სამწუხაროდ თენგოს სახლი დაიბომბა და მე კი დავრჩი თქვენს კოლეგასთან შოთა კვარაცხელიასთან ერთად, მაშინ პოლკოვნიკი იყო გულივში შოთა კვარაცხელიასთან ერთად. შინაგანი ჯარის ბატალიონის მეთაური. საოცარი ადამიანი იყო, შოთამ პრაქტიკულად შეიძლება ესე ითქვას გადაარჩინა, რადგან ესე იგი იმ დღეს, იმ ღამეს ზუსტად სადაც ჩვენ რომ გვეძინა შემოტევა იყო და რამდენიმე რაკეტა გვესროლეს და სხვათა შორის 4 კვარაცხელია იყო შოთას რაზმში და აი მაშინ გავიცანი ეს ბიჭები და 93 წლის თებერვალი. კი, ალბათ თებერვალია ზუსტად არ ნუ ალბათ კი თებერვალია, იმიტომ რომ ზუსტად ეგ პერიოდია თქვენი სახლის ამბავი და სამწუხაროდ ბატონი ბოჩია შეეწირა და ბევრი ადამიანი შეეწირა ამ დაბომბებს და ღმერთმა აცხოვნეს ეს ხალხი და აი ამათი სულის საუხად უნდა დავბრუნდეთ ჩვენ აფხაზეთში და კიდევ ერთხელ გავაგზავნებთ. ქვეყანა გაერთიანდეს საქართველოს. რა თქმა უნდა და ეს გავაგზავნებთ კიდევ რომ რამდენიმე დღის წინ გადაიცვალა იგორ კვარაცხელია, საოცარი ადამიანი, საოცარი ფორვარდი, გაგრის სიხარულის კაპიტანი, პრეზიდენტი, მოთამაშე, ყველაფერი კაცი იყო, ჩამოაყალიბა გაგრის დინამოდან გამოყო გაგრის სიხარული, როგორც სოხუმის ცხუმი გამოიყო თენგო, იცი შენ, ეგრე გამოყო და პირველი თამაში ჰქონდა ყვარლის დურუშთან დათო და აფხაზები არ აწევინებდნენ დროშას, ქართულ მაშინ შინდისფერი დროშა ჰქონდა, არ აწევინებდნენ და თელი ჩხუბი და იმით ამ თამაშის მონაწილე ერთ-ერთი ჩემი მეგობარია, თქვენ იცით, იმის მეკარე, რა ქვია, ყვარლის დურუჯის მეკარე იყო მაშინ, გუნდის კაპიტანი მანაგაზე იყო ტრისტანი, გაგრის ხოლო ყვარლის დურუჯის კაპიტანი ისა მეკარე და ისინი იმას ქნიან რომ გასახდეში ვიჯექით არ გვიშვებდნენ და მე მაინც ავწიე დროშა, მაინც ვითამაშეთ ის თამაში, მაგრამ სამწუხაროდ იგორ ძვირად დაუჯდა ეს თამაში. ეს თამაში კი არა, საერთოდ ეს ქართულობა და ლაშქრობა და პატრიოტიზმი შობლები დაუხრიტეს, დაუწვეს და აი იმ სტადიონზე 92 წლის ოქტომბერში კი ბატონო და როდესაც ჩვენ მაშინ იგორს ვეხმარებოდი იმით რომ ჩვენი რუსლანის მამა აბაშიძე, სერგო აბაშიძე იყო მაშინ ძალიან ცნობილი პიროვნება იყო გაგრაში, ეხმარებოდა გუნდს და მივედით, კარგად მახსოვს, მე და იგორი მივედით სერგოსთან და სერგოს სიტყვები მახსოვს, ერთი თეთრი სახლი იყო, სამსართულიანი თეთრი სახლი იყო გაგრაში და სერგომ თქვა რომ გაგრის სიხარულის ყველაზე კარგი ფორმა უნდა იცვასო და შეუკვეთეთ საუკეთესო ადიდასის თეთრი ფორმა, თეთრი უნდა იყოსო გაგრი და შეუკვეთა ჩამოვიდა ხთენგო იცე გამბავი და როდესაც ომი დაიწყო იგორმა ვერაფერი მოახერხა სახში ღვინის ბოცებში ჩატენა ეს გაგრის სიხარულის ადიდასის ფორმა ჩამარხა თავის მარანში და ის ფორმა ისევ გველოდება, ისევ იმ მარანშია, სამწუხაროდ იმ მარანშია მისი დამწვარი მშობლების ნეშტიც. ალბათ ჩავალთ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ლირიული გადახრება იყო, მაგრამ გამორიცხულია. ჩვენ თუ ეს დავიწყე და მარტო თენგო პაჭორიას თუ ეხსოვება აფხაზეთი, არაფერი არ გამოვა და ისევ როგორც ოდესღაც 400 წელი აი ამ ადგილზე არაბები იყვნენ, არ ვერასოდეს დაბრუნდებოდით, რომ არ გამოჩენილიყო დავით აღმაშენებელი და იმედი მაქვს რომ ჩვენ დაბრუნდებით და ძალიან მალე დაბრუნდებით მამუკა. ძალიან მალე თამაშებს ჩავატარებთ. მომწიფდა ეს გეოპოლიტიკური ვითარება მე ახლა თურქეთთან მაჯზე და ბულგარეთთან ვილაპარაკოთ, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ ეს საფეხბურთო ბრძოლები გველი ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები, სამწუხაროდ ორი ძალიან სერიოზული ფეხბურთელი დაგვაკლდა, ორი ძალიან სერიოზული ნახევარმცველი და ბუნებრივია აქ ცოტა სხვა მომენტები წავა და სანიოლი ალბათ ტაქტიკას შეცვლის. ძალიან დიდი როლი ეკისრება უკვე ქოჩორაშვილს, ძალიან და კიდეიშვილი. და ქოჩერაშვილს ეკისრება იმდენად დიდი როლი, ამ ორი სამყოფნაში მან უნდა საყრდნობაც უნდა იკისროს, უნდა იკისროს შემტევი ნახევარმცველობაც და დიაპაზონიც უნდა გაფართოვდეს და აი მეორეს ვის მოახმარს, ნახავთ როგორ იქნება, რა იქნება, რა ტაქტიკას დააწოვს, იმედი გვაქვს და რა თქმა უნდა ჩვენი ბიჭები ჩვენ თავი არ უნდა დაზოგოთ, თენგო ეს არის გადამწყვეტი ორი თამაში, ორივე გადამწყვეტი თამაში. თქვენ წარმოიდგინეთ, ორივე თამაშის მოგების მე 6 ქულა გვაქვს და უკვე წელგამართული ხდები შემდეგ მეტოქეს და ამიტომ ეს მაქსიმალური და ნუ რაფერს ნუ ვიტყვით იმაზე რომ ეს თურქეთი 100-ია და არ დათურაინ და რაღაცა ყველას დამარცხება შეიძლება
იქ რამდენჯერ გადაგვიჭა ევროპის ჩემპიონატის შარშან ერთად ვიყავით თურქეთის ნაკრები. თანაბარი მატჩი იყო და საგოლე მომენტები ჯობდით და მე და შენ უყურებდით როგორც გულშემატკივრები და ჩვენ ვერ შევაფასებთ, მაგრამ ყველამ თქვა რომ ეს იყო საუკეთესო მატჩი. ევროპის ჩემპიონატს მე ვერ შევაფასე, იმიტომ რომ მე დაძაბული უყურებდი და საოცარი მომენტები იყო და თქვენც ალბათ ნახეთ დათო ეს თამაში როგორი დაძაბული. ამიტომ ისევე უნდა ვითამაშოთ, იმედი მაქვს რომ ამარდას წინწასვლა აღარ დაგჭირდება ბოლო წუთზე, მოვიგებთ ამ თამაშს და წელგამართული შევხვდებით და კიდევ ჩაერთვებით მამუკა, ახლა ერთი პატარა გადახევას გავაკეთებ. პირველ რიგში მინდა მიულოცე იმ ხალხს, ვინც მოახერხა ბილეთის შოვნა თურქეთთან მატჩზე და ბულგარეთთან. როგორც ამბობენ, ბულგარეთთან უფრო იოლი იყო, მაგრამ აი თურქეთთან მატჩზე ბილეთის შოვნა ბევრისთვის იყო ძალიან რთული უმრავლესობისთვის. ამ მატჩზე ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ქართველები, ჩვენი თანამემულები, ექსკლუზიურად მინდა ახლა შემოგთავაზოთ, ჯერ არ იჩქაროთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეციალურად ამ მატჩისთვის თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებზე საქართველოს საქემოგოთ რიგიდან ჩამოდის რიგაში 1970 წლიდან ცხოვრები ჩვენი თანამემული ოჩამჩირელი კაცი იმედი კოკაია, რომელიც არის ვეტერანი კარატისტი და ვეტერანი ფეხბურთელი, ის ახლა არის 77 წლის, ის სხვადასხვა წლებში იყო მსოფლიოს და ევროპის ვიცე ჩემპიონი კარატეში ვეტერანებს შორის დაწყებული 1997 წლიდან 2020 წლამდე სანამ პანდემია არ დაიწყო. ახლაც თამაშობს ფეხბურთს, ის არის ლატვიაში მოქმედი ქართული საზოგადოება სამშობლოს თავმჯდომარე, ძალიან ავტორიტეტიანი კაცი, ქართული ოჯახია, მეუღლეც და ახლა მინდა შემოგთავაზოთ ის პატარა ვიდეო, რომელიც ჩემი თხოვნით მან ჩაწერა გუშინ ლატვიაში და გამოგიზანა ეს პატარა ვიდეო და დღეს საღამოს ჩამოდის და ხვალიდან ჩვენ მამუკა გვიქნება შეხვედრები ვეტერან ფეხბურთელებთან და მერე უკვე მატჩებს დაესწრება. თუ შეიძლება ვაჩვენოთ ეს კადრი. მოგესალმებით მეგობრებო. მე იმედი კოკაია, ოჩამჩირელი, ცხოვრობ ლატვიის დედაქალაქში 1970 წლიდან. მე ვარ ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი, სპორტის ვეტერანი კარატესა და ფეხბურთში და მე მინდა რომ ჩამოვიდე თბილისში და უკომაგო ჩემ ეროვნულ ნაკრებს თურქეთისა და ბულგარეთის გუნდებთან. მე მინდა სული და გულით უსურვო წარმატებები და გავმარჯოს ქართულ ფეხბურთს. დიდი მადლობა. ბატონი იმედი ხო 77 წლის კაცია. შარშან რომ ვიყავი ლატვიაში, უყურებდი თამაშს და როგორც ძალიან ახალგაზრდა ისე კაი ფორმაშია. ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბიდან არის იქ ახალგაზრდობაში წავიდა და გუნდი წავდა. დიახ და რომელ სოფელს არ ყავდა გუნდი? ოჩამჩირის და აფხაზეთში. ვის არ ყავდა? და ამ მატჩთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია. იცით, ტელემაყურებლები იციან, მაგრამ გავიმეორებ. 12 აგვისტოს ანკარაში გამართულ პრესკონფერენციის დროს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაიხსენა, მიანიშნა მატჩის მსვლელობაზე, თქვა რომ 4 სექტემბერს იქნებოდა თბილისში ეს მატჩი. იქვე იმავე პრესკონფერენციაზე ერთობლივი პრესკონფერენცია იყო საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების. მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტმა დაპატიჟა ერდოღანი საქართველოს ამ მატჩისთვის, რომ ჩამოსულიყო. ახლა მე ბევრი ვეცადე გარკვევა ჩამოვა, ვინ ჩამოდის თურქეთიდან. ჯერჯერობით დღეისათვის ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ თურქეთის მთავრობის რამდენიმე წევრი ჩამოვა ამ მატჩზე, დაესწრება სპეციალურ ვიპ-ლოჟაში, მათ შორის, როგორც მე შევატყობინე სანდო წყაროებმა, თურქეთის სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი. რაც შეეხება ერდოღანს, თავად ერდოღანი იყო საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი. 70-იან წლებში ერდოღანი თამაშობდა 6-7 წლის განმავლობაში თურქეთის მეორე ლიგის გუნდებში, იყო ერთ-ერთი გუნდის კაპიტანი და როცა მიიწვიეს ფენერბახჩეში უნდა პროფესიულ კონტრაქტზე რომ გადასულიყო, აი ეგ შეწყდა მისი კარიერა. რატომ?
ამისმა ურჩია როგორც თურქეთის პრესაში დაიწერა, შენ უნდა გააგრძელო სწავლა, საზოგადოებრივი პოლიტიკური მოღვაწეობა, იმიტომ რომ თურქეთში იმ დროს 70-იან წლებში არ იყო ფეხბურთი იმ დონეზე, როგორც არის მე-21 საუკუნეში. იმ დროს თურქეთის ნაკრები არ იყო ისეთი ანგარიშგასაწევი ძალა. თქვენი სოხუმის დინამო უგერდა უმაღლესი ლიგის გუნდს. დიახ, მაგრამ თუმცა მანამდე 1950 წელს თურქეთის ნაკრებმა მოიპოვა უფლება ითამაშოს ბრაზილიაში, მაგრამ ბატონო დავით წარმოიდგინეთ, ვერ წავიდა თურქეთის ნაკრები ბრაზილიაში ფინანსური სიძნელების გამო და 54-ში მონაწილეობდა. თურქეთის ფეხბურთის აღორძინების პერიოდი დაიწყო 90-იან 2000-იან წლებში სპეციალური პროგრამა შექმნეს სამთავრობო დონეზე. ერდოღანი იყო წარმატებული ფეხბურთელი, რასაკვირველია და ახლა ზოგი მეკითხება ხშირად მეკითხებიან სხვათა შორის, აი რატომ არ ჩამოდის ახლა ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს და გრაფიკის გარდა მე პირადად ასე ვფიქრობ რომ ახლა რომ ჩამოვიდეს და თურქეთის ნაკრებმა რომ წააგოს. თურქეთის პრესის და ოპოზიციის ძირითადი დარტყმის მიზანი იქნება ნაკრებისნელი თურქეთის. არამედ პრეზიდენტი იქნება რატო ჩამოვიდეს. აქცეთ ყურადღებას მოულოთ ერდოღანიანა თუ ერდოღანი. მათ წააგონდა იმას ჩვენ დავიცეთ. ხო. და მეორე ალბათ რასაკვირველია ახლა პრეზიდენტს თურქეთის ასეთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს და ალბათ იფიქრა რომ ამ სიტუაციაში როცა საქართველოს და თურქეთის ნაკრები თანაბარი დონის გუნდები არიან დაახლოებით. ხო, ტელემაყურებლებს ვეთქვი, რომ მე-20 საუკუნეში საქართველოს და თურქეთის ნაკრებებს ეროვნულ ნაკრებს არ უთამაშია, 90 წლამდე ვერ ითამაშებდნენ, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის იმპერიაში შევდიოდით ჩვენ და ცალკე არ იყო. 90-იანებში არ მოხდა ჩვენი ნაკრები და 2002 წლიდან 2024-მდე 6 მატჩი ვითამაშეთ, 3 ამხანაგური და 3 ოფიციალური. ამხანაგურებში ახლა მამუკაზე ბატონ დავითს კარგად ახსოვთ, ერთი მატჩი მოგებული გვას. 2007-ში თბილისში დავამარცხეთ თურქეთის ნაკრები 1-0, დავით სერაძემ გაეტანა გოლი. 2002-ში და 2012-ში წავაგეთ ამხანაგური მატჩები. აი ეს ოფიციალურ მატჩებს რაც შეეხება, იქ მოგება ჯერჯერობით არ აგვაქვს. 2004-ში 2026 სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩი 2004 წლის 4 სექტემბერს ტრაპიზონში ჩვენმა ნაკრებმა ფრე ითამაშა თურქეთის ნაკრებთან. ასათიანმა გაიტანა და მალხაზ ასათიანმა 1-1. 2005-ში კი 30 მარტს 2005 წლის 30 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩვენმა ნაკრებმა საფასუხო მატჩი წააგო 2-5. მიუხედავად ანგარიშისა, სულ სხვა თამაში იყო, თანაბარი თამაში იყო, შეგვეძლო ფრე, მაგრამ ისე მოხდა რომ ხდება ეს ფეხბურთში და განსაკუთრებით ამას წინათ რამდენიმე დღის წინ რომ იყო ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის. მე გავახსენე ალექსანდრე იაშვილს იმ დროს გოლი გაიტანა პირველ ტაიმში 2-3 გახდა ლამაზი გოლი, მაგრამ ის მატჩი რატომ შევახსენე? იმიტომ კი რომ შექება მინდოდა მის, არამედ იმ მატჩის ბოლოს ძალიან დაიძაბა სიტუაცია. ჯერ საფეხბურთო შეტაკების დროს ტრავმა სერიოზული მიიღო აკაკი დევაძემ, მეკარემ სასტრაფო მანქანით წაიყვანეს კლინიკაში, მათ შორის ანზორ გაბიტაშვილი იყო იქ. დიახ. და მატჩის ბოლოს დაიძაბა სიტუაცია მიხეილ მესხის სახელობის ტრიბუნებზე. თურქი და ქართველ გულშემატკივრებს შორის შესაძლო შეტაკების და იმის აცილებისთვის სტადიონზე შეიყვანეს დამატებითი ძალები პოლიციის სპეცნაზის ჯგუფი, რომ არ მომხდარიყო შეტაკება და როგორც მე ვიცი, ისეთი რამე სერიოზული არაფერი არ მომხდარა, მეც ვიყავი მატჩზე. და ამასთანავე მე შევეკითხე ბატონ ალექსანდრეს ის მატჩი გვახსოვს და არა, ამ მატჩისთვის ჩვენ ყველაფერი მაღალ დონეზე ორგანიზაციული უსაფრთხოების საკითხები ყველაფერი მაღალ დონეზე იქნებაო. ახლა 2020-ში რაც მოხდა, მამუკამ ახსენა თანაბარ მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ წავაგეთ, მაგრამ ულამაზესი მატჩი იყო, წავაგეთ, მაგრამ თანაბარი 2-2-ს ვიმსახურებდით, ასე მოხდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნაკრები 4 სექტემბერს ჩვენ გაგვახარებს და 4-ში და 7-ში ახლა ზედმეტად ოპტიმისტურად არ მინდა გამოვიყურო, მაგრამ მაინც იმედი გვაქვს რომ ბიჭები გაგვახარებენ. თუ მოვიგეთ ძალიან მაგარი იქნება ორივე მატჩი, მინიმუმ მე ვფიქრობ ერთი მოგება, ერთი ფრე ეს მინიმუმ ამოცანა ამ ორ მატჩში. და ორივე მოგება იქნება ფანტასტიკური. კი, მაგრამ მაქსიმუმი უნდა ვეცადოთ. მაქსიმუმი ხო, იმიტომ რომ არა, კვარაში მადლობა ღმერთს ათამაშდა, ბიჭები ათამაშდნენ, გოლებს იტანენ.
და პირველად მოხდა თენგო რომ ევროპის 10 საუკეთესო ქვეყანაში ყველგან ყავს ლეგიონერი. კი, ყველგან. პირველად მოხდა ეს ამბავი რა. 10 ქვეყანაში ყავს უკვე ლეგიონერი და ყველა წამყვან პოზიციაზე. ბატონ დავითთან უნდა გადავიდე, დავით გულუასთან და ხო წარმოიდგინე ბატონ დავით ჯგუფში არის ესპანეთი. თუ პირველი ადგილი დავიკავეთ ჯგუფში, პირდაპირ გავდივართ სოფლიო ჩემპიონატზე. თუ მეორე ადგილი გრძელდება, მე სერიოზული იქნება მე ჯგუფი, იქაც პირველი ადგილი უნდა დაიკავო. ბატონ დავით, ახლა მინდა კიდევ ერთხელ წარვადგინო ბატონ დავით გულუა. ვეტერანი ფეხბურთელი დავით გულუა, სოხუმელი კაცი, პოლიციის და სასაზღვრო ჯარების გენერალ-მაიორი და სანაპირო დაცვის ვიცე-ადმირალი, ასე იცნობს მას საზოგადოება და 1992-93 წლებში რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბატონო დავითი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი. შემდეგ თბილისში ყოფნის დროს სახელმწიფო საზღვრის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბრძანდებოდა 90-იანი წლების თუ 2000 წლების დასაწყისში და სულ რომ მე მახსოვს მის თავი სოხუმიდან აქაც სულ იყო სპორტში თვითონაც თამაშობს და სხვათა შორის ერთი მატჩი მახსენდება სოხუმში სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, როცა თქვენ იმ დროს აფხაზეთის ჩემპიონატი. დიახ, ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდით. ხო და საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყავით, სიმართლე რომ გითხრათ. აი ფეხბურთელები გვყავდა. გუნდში. კარგად სპონსორობდით. ეხმარებოდით. დიახ. ახლა ბატონ დავით, ჯერ დავიწყოთ აი ეს თქვენ სოხუმის პერიოდით როცა თქვენ თამაშობდით, რამდენიმე წუთით გავიხსენოთ ის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში, მერე ჩემპიონატში, მერე გრიშა ცაბაძინამდე გითამაშიათ, ვიცი, მე დაზრო მინი ფეხბურთი ხო და მერე უკვე გადავიდეთ ამ ჩვენ ნაკრების მატჩებზე. ჩემო ბატონებო, მოგესალმებით, დიდი მადლობა თენგის მოწვევისათვის, მოგესალმებით ბატონო მამუკა. რახან აფხაზეთი გავიხსენეთ და თქვენ გაიხსენეთ ის ტრაგიკული დღე, როცა თენგოს ოჯახი დაიბომბა. მე კიდევ მინდა გავიხსენო ის მომენტი, როცა თენგიზი დაჭრილი წევს საავადმყოფოში. მამა დაეღუპა, დედა არის მძიმედ დაჭრილი. და ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორი, რომელიც არის დაჭრილი, აძლევს ინტერვიუს. და ის ამბობს ასეთ რამეს, რომ მამა ჩემი დაეღუპა, ბოჩია, დიდებული კაცი, დედა მძიმედაა, მაგრამ ის მაგარი ქალია და აუცილებლად გაუძლებს, მე დარწმუნებული და მე დავდგები ფეხზე, ისე ვიქნები ჟურნალისტი და მე მინდა რომ არ გავბოროტდე და ვიყო ობიექტური და სამართლიანი. ეს კადრები ყველა ჟურნალისტს უნდა ანახო. იმიტომ რომ დღეს სოფლიოში ობიექტური და ნამოსიანი ჟურნალისტების რაოდენობა ძალიან შემცირდა, იმიტომ რომ ისე ჩაერთო პოლიტიკა ამ უბედურობაში. პოლიტიკა, ფინანსები. მაგრამ თენგიზი იყო აი ყველა რო იცნობს და მემატიანე მართლაც და მთელი. აფხაზეთი იყო ცენტრი საბჭოთა კავშირის. ყველა ნაკრებები ჩამოდიოდნენ იქ. ეშერა ლესელი აგუძერა ყველა მოსკოვის ალახაძეში ქონდა ხო თავის ბაზა ქონდა ყველა სტადიონზე მიდიოდა არაჩვეულებრივი თამაშები მერე ყველანი აქ იყვნენ გიოსიჭინავა გიორგი ესენი სიომოვარქაია ერთი ქუჩიდან ჩემო ძირფასებო საჩთა ბრიგადა აფხაზეთის საუკეთესო იყო მილჩენკო გაბისკირია ჩერნიახოვსკი არათუ საბჭოთა კავშირში არამედ სხვათა შორის ახლა გურამი და ჩვენ მეგობრები ვიყავით ძალიან ახლო და მიკითხე მე გურამ ფულს რო თქვენ არ მიეკარებით ეს ვიცი საჯობის თუ ყოფილა რო უთქვიათ რომ ამას მოაგებიე ხო მითხრა არასდროს ჩვენი ბრიგადისთვის ასეთი დავალება არ მიუწია ხელა ავტორიტეტი არის სიმპათიები მოსკოვის სპარტაკის მიმართ მაგრამ ასეთი დავალებია და სხვათა შორის ერთი საინტერესო რამ უნდა გავიხსენო რომ აი თქვენ რო თქვით სოხუმის დინამო წავიდაო ტრაბზონში რო ეთამაშა იმათ რა ქვია თურქებს 99-ში თებერვალში და ნიკამბა იყო კლუბის პრეზიდენტი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტი არის გურამი ვლადიმერ ტაჩევიჩი ხო და მოკლედ პრეზიდენტთან გვაქვსო შეხვედრა კლუბის
იმან საჩუქრები გადმოგცაო, მათ შორის ფულადიც. ტრაპიზონი. დიახ, ტრაპიზონი და უცებო მიქამბა იკითხებაო. თუ იცით რამდენი აფხაზი ცხოვრობს თურქეთში. და იმან უპასუხაო, რომ ჩემის ისაო, მე ასე ვიცი, მაქვს ინფორმაცია, რომ დაახლოებით 300,000. და მიქამბა მასე გადმომხედაო მედიტურად. მაშინ მეც ახლა ვარლისა და უთხარი ლაზი რამდენია? ჩვენო 4-5 მილიონი ვართო. ჩვენ 4-5 მილიონი ვართო და მარგარულ ქოიჩქნობა და რა შეხვდა და რაც ხდება. ბორი მეგრელის შეხვედრაში მოხდა ის. ტრაპიზონის კლუბის ხელმძღვანელი. დიახ და გავიდა 15 წუთი და მეუნებიანო გირეკავენ და გამოდიო. თქო ვინმე რეკა. გურამ იყვება. დიახ, გურამ იყვება და გავედიო. და კონვერტს მაძლევენო და მეუნებიან ეს პრეზიდენტის პერსონალური საჩუქარია შენს მიმართ. გუნდისთვის, მე ვიცი გუნდისთვის. არა, მისთვის. და მე უთხარიო, რომ მე ესო მიქამბას უნდა მოვახსოვნო მინისტრს საფრთხის თავში, მე არა მაქვს არ. შენ ეს გაჩუქესო და თუ გინდა გარბაჩოვს მოახსენე ასე. გურამი იყო არაჩვეულებრივი, არაჩვეულებრივი იყო თვითონ ატმოსფერო. ფეხბურთელი, საჯი საკავშირო კატეგორიის. მე როგორ იყო იცი? მილჩენკო. აფხაზეთის პირველობის თამაშზე და თასზე საჯობდა. დიახ. მოდიოდა, მერე მეგრული იცოდა. ქართული იცოდა, სომხური იცოდა, ბერძნული იცოდა. ბორჯომელი არის. კი, ბორჯომელი. ახლა მაგდროს საჯებზე გაკაჩვები ჩვეულებრივი ამბავი. მე არა მახსოვს გაბისკერიაზე. ვინ გაბედა? მირჩენკოზე ვინმე სიტყვა ამოიღო. ეს იყო დიდი ისა და საერთოდ აფხაზეთი ეს იყო არა მე თბილისის დინამო სულ იქ იყვნენ. დიდი და პატარები შეგრებაზე ქუთაისტორბედო ლანჩ. სხვადასხვა მიტრო ამბობდა ჭანტურია რომ დინამოს ავტობუსიო რო შემოუხვევსო ჩემს ქუჩაზეო ჩემი ინდაურებიო კელასურის პერას გარბიან ყველა. ეს იყო ყველანი მასპინძლები ვიყავით, ყველანი გულშემატკივრები ვიყავით, ყველანი დამხმარეები ვიყავით თბილისის დინამოში თამაშობდნენ. მიტროზმა თქვენი კოლეგა იყო? კი, ჩემთან მუშაობდა. მიტრო ჩემთან მუშაობდა. აი მთელი ისტორია. ჩემო ძირფასებო. სპორტი და ისა ჩვენ აფხაზებთან ისე გვაკავშირებს. იცის ბატონმა თენგიზმა, რომ მათ არაერთხელ მომართეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თბილისის დინამოს ვეტერანები ჩასულიყვნენ აფხაზეთში. ეს რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ. ბოლო პერიოდს ამბობთ? დიახ. ახლა სიტუაცია არ არის. იყო მომართვა, მაშინ პრეზიდენტი ჩაშალას ახრიცოება არის. ახლაც ბევრი რამეა, მე როგორც აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე, რაც ახლა ვარ და ეს გენერლობა და ის ჩვენი კოლეჯი, ჩვენ გვაგაკეთებული ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ძალოვანმა სტრუქტურებმა ომის დროს ეს იცის თენგიზმა პარ. ჩვენ ვიცავდით აფხაზებს. სოხუმში ცხოვრებ აფხაზებს. სულ ყველას. მშვიდობიან მოქალაქეებს. გაუცილებლად. ეს ძალიან დიდად ფასობს იქა. და ეგენი როგორ მოიხსნედათ? ამაზე თქვა კაცმა, ვინც ხელმძღვანელობდა მათ ძალოვან სტრუქტურას. თქვენ იცავდით, მე ვერ დავიცავი და გადავდექი, მაგრამ ჩვენ გვეგონა რომ თქვენ ქართველები გადაგვარჩენდით, ომი არ იქნება, მაგრამ თქვენ ვერ გადაგვარჩენდით. ჩვენ ორივე ჩვენს ხარესას თუ ვერ დავინახავთ, შეცდომებს ცუდი იქნება. ჩემო ბატონებო, რაც შეეხება ფეხბურთს. საითაც მივდივარ ჩვენ. აი, თქვენ რომ თამაშობდით სოხუმში, ესეც გავიხსენოთ, იქ სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის შენობის სადარა სპორტ დარბაზში მინი ფეხბურთში ელასურში. მინი ფეხბურთში იყო ჩემპიონატები. სხვათა შორის მინი ფეხბურთს ჩვენ აქ ქარიშხალაში თამაშობდით. თბილისის დინამოს მთელი შემადგენლობა, ვეტერანები, აბუსერიძე, ესეთი კორხალიძე, ეკი ბაჩაიძეები. ერთადაც გვითამაშია დათო ჩვენ. კი. ერთის მითხარი, სოხუმის დინამო რომ მოუგო, რერემის არ არის 3-2. გაბედა 60 და ეს არის მაგ თამაში. რასკა დავესწავლე 73. ეს იყო ცხუმი. სოხუმის დინამო ეს 1973 წელი. შენი ყავით ეგოსთან? კი. თორემ შემდეგ სეზონში გადავიდა ქუთაისში გადავიდა, გაბედა დროს სოხუმის დინამო. არაღადი ჩემპიონი გახდა. მაგრამ მანამდე სოხუმის დინამო ის მინსკის დინამო იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ის 87-ში. და თასზე მოუგო სოხუმის დინამო. სოხუმის დინამო მერე ცხუმი გაკეთდა, ცხუმის გაბისკირია. საქველმოქმედო მთელი ჯგუფი იყო და ყველა ერთად ვიყავით და
ეს ფეხბურთელები სოხუმის დინამოს არაჩვეულებრივი ბიჭები, მოქალაქეები დღემდე ჩვენ რაღაც მინი ფეხბურთში რაღაცებს ვატარებთ, ხვდებით ერთმანეთს, რა თქმა უნდა. გრიშა ცავას წინამდე ხომ ითამაშეთ სოხუმში, თუ არ ვითამაშეთ? პერსონალურად იცავდით მას? გრიშა ცავა იყო ტალანტი დაბადებული და სხვათა შორის ომი რომ მიდიოდა ყარყარაშვილმა მითხრა, გიამ გრიშა სად არისო და წინა ხაზზე იყო. მოკიდე ხელი და მიუყვანე და ესაა გრიშა ცავა მეტი და ახლა მახსენდება მამუკა დაახლოებით 84 თუ 85 წელია. მე მუშაობდი იმ ინსტიტუტში, სტრუქტურული მეურნეობის ინსტიტუტში, ლექტორად ისტორიის და ერთ-ერთი თამაში გვაქვს და გრიშა ცავას წინამდე მინი ფეხბურთში დარბაზში, ზამთარია. მე მითხრეს გრიშა უნდა დაიჭირო, როგორ უნდა დავიჭირო ახლა გრიშა? როგორ უნდა წარმოუდგენელი. და გრიშას ვეუბნები ახლა, ცოტა უნდა დაგიჯიგავო, რომ შეუდა წაიქცე და მე დატოვო მოედანი, როგორ დავტოვო ერთ ტაიმ მაინც უნდა ვითამაშო ხუმრობით რასაკვირველი ახლა გრიშას ვინ დაიჭირდა? ეტიაც არაჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო ძმა. ო, ისე აქ ჩვენ ყავდა. ახლა ბატონ დავით, როგორც თქვენი საექსპორტო აზრი ახლა, ჩვენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აქვს დღეისათვის პოტენციალი იმისათვის, რომ 4 სექტემბერს ჩვენ დავამარცხოთ თურქეთი და რის ხარჯზე შეიძლება დავამარცხოთ. დაუშვათ თქვენ ხართ მთავარი მწვრთნელი. თურქეთის ტელევიზია ამ გადაცემას არ უყურებს და თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ტაქტიკას აერჩევდით თქვენ როგორც მწვრთნელი და რის ხარჯზე შეიძლება ჩვენ მოუგოთ თურქეთის ნაკრებს და მე ბულგარეთს. მით უმეტეს ორი კაცი, გიორგი ჩაკვეტაძე, ოჩამჩირელი წარმოშობით და ოთარ კიტეიშვილი, ორი ნახევარმცველი გუნდის ტვინი ორივე თან ჩაკვეტაძეების საინტერესოა სოფელია ორი. ერთი სოფელი არიან ქართველები, მეორე სოფელი არადუში ცხოვრობენ. მეორე სოფელი აფხაზები არიან. ხო. აბა როგორ ფიქრობთ თქვენ? ნახევარზე. ისევე როგორ ჯინჯბეური. ამ შეკითხვაზე მინიშნება ძალიან კარგი გააკეთა ბატონმა მამუკა. ჩვენ ვიყოთ როცა ევროპის წამყვან კლუბებში საერთოდ ფეხბურთელი არ გვყავდა. ან 1-2. ან 1-2, ნუ ის დღეს 10 წამყვან ლიგაში 11 ფეხბურთელია. 11 ფეხბურთელი გვყავს. ქართველი ფეხბურთელები გახდნენ მოთხოვნადები. პირველი რაც მინდა მე უთხრა ჩვენს ნაკრების ფეხბურთელებს, წვრთნელებს და ყველას. თავარი არის უნდა ითამაშონ შემართებულად და არ უნდა იყოს რაღაც შიში და წინასწარი რაღაცეების უნდა ითამაშონ შემართებით. ფსიქოლოგიურად უნდა გამოვიდნენ ამ დღეებში 4-ში გამარჯვება ნიშნავს კიდევ რამდენიმე ათეული ქართველი ფეხბურთელის დაწინაურებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ეს არის გზის გახსნა. ესენი თამაშობენ რა თქმა უნდა საქართველოსთვის, მაგრამ პირველ რიგში თამაშობენ იმ პატარა გულანთებული ბიჭებისთვის, რომლებიც დღე და ღამე ემზადებიან იმისთვის, რომ გახდნენ ფეხბურთელები. ჩემო კარგებო, ამათმა წარმატებებმა ბავშვებზე გადავიდა. მე უყურებ ბავშვებს, ახლა კვეკესკერის მამა ამბობდა, რომ კობა, წვიმაში, თოვლში, იმაშიო იღებდა ჩანთას და მიდიოდა და ისა გახდა ნაკრები. ბოდიში გაგაწყვეტინეთ, კობა კვეკესკერი, ნიკა კვეკესკერის მამა იყო ძალიან წარმატებული ფეხბურთელი, გალის ზიულში თამაშობდა, მახსოვს უძლიერესი დარტყმები მისი 80-იანი წლების ბოლოს 92 წლამდე. მე უცხოეთში თამაშობდა, მე არეულურად დაიწყო. კვეკესკერები იყვნენ გალის ზიულში. ო და ახლა უკვე იმდენი ბავშვია, რომ დღეში ორჯერ ვარჯიშობს, მერე მიდის კიდევ კერძოდ ვარჯიშობს და ამას ყველაფერს ჭირდება ფსიქოლოგიური მუხტი, მიცემა და წინსვლა და ასე შემდეგ. რითი მოვიგებდით, როცა თითეული ფეხბურთელი დადებს არა 100%-ს, არამედ 150%-ს. ჩემო ძვირფასეო, 92-13 წლებში ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენზე 10-ჯერ უფრო მეტი და უკეთესად შეარაღებული მოდიოდა ბიჭები თავს აკლავდნენ საქართველოსთვის. ტყვიაზე მიდიოდნენ და ჩვენ მათი და თებერვალში და მარტში და ივლისში 4000 დაიღუპა ქართველი. ოფიციალურად შეარაღებული ძალები 4000 და 6000-მდე დაიჭრა. ეს თავდადება მოედანზე თავდადების გარეშე არაფერი არ გამო. ეს არაკლიათ ბიჭებს ამ მეორე
ტექნიკური მხრივ ჩვენები თითქმის ყველა რეგულარულად თამაშობს დიდება უფალს და 1-2 კაცი რო არ გამოკლებია ჩვენ ისე თამაში არ გვითამაშია სხვათა შორის იქაც გვაკლდა ჩვენ და ომშიც საქართველოს ისტორიაში ასე რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდეში მაგრამ ამ დროს ამოიწიენ ბიჭები ამოიწიენ ეგერ უკვე იმაში პორტუგალიაში იეზოს 21 წლიდან გადავიდა ლომინაზე და უკვე ძირითად შემადგენლობაში თამაშობს ძალიან კარგი პრესა და ისეთია მე სიმაღლეც აქვს ის ტექნიკურად მომზადებულია ყველაფერი არიან ბიჭები აქ მთავარია რომ წვრთნელებმა გუნდს სწორი ტაქტიკით და დაარწმუნონ უყურეთ ესპანეთის წვრთნელმა რა თქვა რატო წააგეთო მე ვერ დავარწმუნე ჩვენი კალათბურთელები ეს ევროპას კეთზე დიახ რომ ქართველებს ძალიან ძლიერი მოთამაშეები ყავთ ხო მოადუნეს ყურადღება და ბაბლატი სხვათა შორის რომ ყოფილიყო ნორმალური მსაჯობა მე დარწმუნებული ვარ იტალიასთან სულ სხვა ანგარიში იქნებოდა სხვათა შორის იტალიელებმა იგივე თამაში დაიწყეს მე ბოსნიასთან და რომ საჯებმა მიაწებეს ჯარიმები პირველ ტაიმი თითქმის წააგეს გამიგეთ ძლივს მოვიდნენ ასე რომ ყველაფერი ხდება მთავარია და მე მინდა ერთი თხოვნით ვიმართო მაყურებლებს დიახ ეს არის აუცილებელი მით უმეტეს ახლა მე პოლიციის გენერალი ვარ და ეს მე რასაც სტადიონზე ვხედავ ხშირ შემთხვევაში ეს არის მიუღებელი აი სომხეთთან მაჯგურის ათეულობით ახალგაზრდა რომ გამოვიდა და ეს არ შეიძლება ჯერ ერთი ფედერაცია მისცეს ჯარიმა პლუს ერთი მაჯს გამოვტოვეთ ეს არის ძალიან ყურადღებით უნდა გულდისტრო მეორე ამ ბავშვებს ვიღაცამ უთხრა რომ თუ თქვენ მოედანზე გამოირბენთ ამით კაი საქმეს აკეთებთ ჯერ ერთი მე მინდა ჩემს კოლეგებს ყოფილ მიმართო ძალოვას გამოვიდნენ მათ და გაარტყი რომ აუცილებელია ძალიან მკაცრი რეაგირება ამას. თურქეთთან გამადიდებელი შუშით გვაკვირდებიან რომ რამე არ მოხდეს. და კიდევ ერთი. ბოდიში თქვენთან ბატონო დავით. ახლა ტელემაყურებლებს მინდა უთხრა, მარტო საქართველოში არ ხდება. ბევრ ქვეყანაში გამორბიან ახალგაზრდები. ნო ჩვეულებრივ მოვლენა ახალგაზრდების სხვადასხვა სტადიონებზე მატჩის დროს ან მატჩის შემდეგ, მაგრამ შესაბამისი რასაკვირველია ზონების სტაფი, პოლიცია და სპეცსამსახურები იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ რომ მოედანზე გასვლა ეს იწვევს მერე არეულობას, იწვევს დისკვალიფიკაციას, იწვევს ჯარიმას და მერე მაყურებლების გარეშე თამაშს და პლუს უსაფრთხოებას საკითხია ფეხბურთელების. თვითონ თამაშზე აქცენტს გავლენა. რასაკვირველია. თამაშის ყველაფერს აფუჭებს. ეს არ არის დახმარება. ეს არის დათური სამსახური და რა თქმა უნდა თურქი მაყურებლები. მე ვიცი სხვადასხვა სტადიონებზე სოფლიოში მინახია მათი ძალიან ცუდად იქცევია. აგა ჩვენ ძალიან გადამწვავი მაგრამ 2000 კაცამდე ბილეთი ეკუთვნისო 5%-იანი იმით მინიმუმ 2000 იქნებიან თურქეთის ნაკრების ფანები შეიძლება მეტიც კი არც ის არის საქმე ჩემო კარგო რომ ჩვენ აზერბაიჯანში დავაშობდით და საინგილო საქართველოს ეს არის პროვოკაცია ამ ლოზუნგს თუ აწევ ამით შერასა იმას ტერიტორია ანდა იქ რა ქვია ტაოკლარჯეთი ჩვენია და რა ეს არის ჩვენი ნაკრების და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება იმ სიტუაციას არ უხდება სტადიონის იმ მომენტში შენ იცოდე და შენ ეს გახსოვდეს მაგრამ იცოდე რა დროს რა უნდა აკეთო ხო სად უნდა გამოფრინო სად უნდა ეს აქ არ შეიძლება ამის ასეთი მე იწევს საპასუხო რეაქციას დანარჩენი ჩვენ უნდა უთხრათ ფეხბურთელებს მთელი საქართველოს თქვენს გვერდითაა მე მახსოვს ბავშვობიდან ფეხბურთის თამაში რო იყო 3-4 დღით ადრე ყანაში იყო ქარხანაში იყო ქუჩაში თუ ბირჟა მეტი სხვა სალაპარაკო თემა არ იყო აი როგორ იქნება და როგორ არის და ის რა ქვია ისა ბატონმა მოგა მე მახსოვს 72-13 წლებში ცოტა ჩავარდნები მქონდა და ჩემი მეგობარი ღაღანიძე და მე ჯგუფელები არც ერთ თამაშს არ ტოვებთ როცა სტადიონზე ხალვათობა იყო როცა ხალვათობა და ის არის მაშინ უნდა დაუჭ ახლა ნაკრები ყავს ბიჭები ყვანა და დაუდგეთ ხარში და მე არა მგონია მათ საპასუხოდ ახლა მე გეტყვი გაიღონ ყველაფერი მე გეტყვი ბატონ და ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო
თურქეთის ნაკრები არის საკმაოდ სერიოზული მეტოქე. ძალიან ძლიერი. ბულგარეთიც გამოცდილი გუნდია, ისეთი კლასის არ არის როგორც თურქეთის, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, 4 ხულა თუ ავიღეთ ამ მატჩი იქნება მინიმუმ კარგი. ჯობია 6 ხულა, მაგრამ თურქეთთან ფრეზეც ვიქნები თანახა, მით უმეტეს ჩაკვეტაძე და კიტიშვილი არ რაღაც, მაგრამ შეიძლება მოგება სწორი ტაქტიკით, სწორი მიდგომით და ასე შემდეგ. და ალბათ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იმიტომ არ ჩამოდის თუ არ ჩამოდის, რომ იცის რომ საქართველოს ნაკრები არაფერს არ დაუთმობს და თურქეთის პრესა და ოპოზიცია წნელს კი არ მიადგება კრიტიკით, არამედ პრეზიდენტს რატო ჩახვედი. ისე ერთი რაღაცა მაქვს ასეთი წინადადება და უნდა ვთქვა, აი რაც მაკლია მე და რასაც ხედავ თითქმის ყველა ნაკრებების მიმართ. თქვენ ჟურნალისტები და დიდი გამოსვლები შემოძვირფასე წვრთნელებს მთელი წელიწადი აქვთ მარტო ნაკრების თამაშის პერიოდი არა შეხვდნენ მაყურებლებს უფრო მეტად საზოგადოებასთან შეხვედრა წვრთნელთა შტაბი დამერწმუნეთ რომ მათზე ნაკლები ჭკუა ძალიან ბევრს არა აქვს საქართველოს ყოველ შემთხვევაში ისეთ რამეს გეტყვიან შეიძლება ისეთი ახალგაზრდა დაგისახელონ რომელიც შეცვალთა ხედვაში საერთოდ ვერასდროს ვერ მოხდა შეხვდი კარგს გეტყვიან ხო არ გაგინებენ კაცო გადავცეთ ბატონ ვილის ეს ყველას ეკუთვნის იგივე კალათბურთს და იგივე რეგბის და იგივე სხვასაც ეს აუცილებელია და ერთიც უნდა ვთქვათ ჩემი ძმისშვილი ფინანსთა სამინისტროში მუშაობს და აქვს შეხება ბევრი. მან მითხრა, რომ წელს თუ აი ბოლო წლის განმავლობაში 60 მილიონია დაახლოებით გაცემული წარმატებული სპორტსმენების პრემიერებაზე საქართველოში. ეს არის ძალიან დიდი თანხა. თქვა რომ სახელმწიფო ეს 60 მილიონი მოტივაცია. წარმოიდგინე ის ბევრ ქვეყანაში ამდენი სპორტი არც ფინანსდება, გამიგე? ეს ყველაფერი არის. ამიტომ დაფასება უნდა. კი, დაფასება არის. სერიოზული მიდგომა უნდა. არის დაფასება, კი. და მეორეა კიდევ ახლა დღეს არა ამის დრო იმას მე ახლა მე ამ მომენტში მინდა ვისარგებლო სხვათა შორის მამუკა. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება ასეთი პრემიებს აძლევდო ფეხბურთელებს, კალათბურთელებს, ის ძალოსნებს ასე შემდეგ. ახლა მინდა გითხრათ, ძვირფასო მეგობრებო, კაი რაც შეეხება ფეხბურთს ხომ შარშა მაგარი პრემიები მისცეს, რომ გავიდნენ ევროპაზე მე ჯგუფიდან. წვიმაში, თოვში, პაპანაკება სიცხეში, ბავშვობიდან ფეხბურთელები 35 წლამდე ან 40 წლამდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წვიმაში, თოვში, სიცივეში, გარში, პაპანაკება სიცხეში თამაშობენ. ამისთვის ეს დიდი რისკია ტრამვები. კი, ერთად. ლაშა იქ მაგას იგონებს. 13 კილომეტრი ფეხით მიდოდა პატარა ბიჭი, მიდიოდა და მოდიოდა ფეხით რომ ევარიში და ანუ თუ ღირსი არ არის ეს ადამიანი რომ. და ფეხბურთი განსაკუთრებით, იმიტომ რომ რაგბი, ფეხბურთი, იმიტომ რომ კალათბურთელები დარბაზში იქაც თავის დაწვრთებია, ხელბურთელები დარბაზში. აქ წვიმა, ქარი, თოვლი პაპანაკება სიცხე და ასეთ რეჟიმში ეს ხომ ფაქტურად 7-8 წლიდან 35 წლამდე ესე იგი გამოდის 27 წელი და ასეთ პირობებში და ყველა ხომ ვერ აღწევს ამას და რასაკვირველია იმსახურებენ თუ შედეგი დაიდო ამ პრემიერებს და ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა ბატონო დავით ბოდიჟგიხთით უნდა შეგაწყვეტინოთ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ძვირფასო ტელემაყურებელო და რადიოსმენელებო პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორი რეკორდსმენის საქართველოს დამსახურებული წნელის თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ვეტერანი ფეხბურთელი, პოლიციის სასაზღვრო ჯარების გენერალ-მაიორი, სანაპირო დაცვის ვიცე-ადმირალი ბატონი დავით გულუა, სოხუმელი კაცი და საქართველოს ფეხბურთის, ქართული ფეხბურთის ცოცხალი ენციკლოპედია, UEFA-ს მედია ოფიცერი 25 წლის განმავლობაში და ამჟამად კი UEFA-ს დელეგატი ევროპის საკლუბო ტურნირების სხვადასხვა ტურნირებში, ბატონი მამუკა კვარაცხელია. დიდი მადლობა მამუკა, დიდი მადლობა ბატონო დავით. მინდა ვუსურვო ტელემაყურებლებს და რადიოსმენელებს ჯანმრთელობა, წარმატებები. აბაულა, კარგად ზანდებოდეთ. ამინ.